მობილი ესეთი ბუნებრივი ანტიდეპრესანტები, რაზეც ბევრ ადამიანთან მოისმენთ ინფორმაციას, არის ვარჯიშის სწორი კვება. შემდეგ არის რაღაც, თქვათ, ჯანსაღი გარემო, სადაც უკეთესად ხდება ადამიანი და ამავდროულად დაყოლებულია ხოლმე, რომ ეს ანტიდეპრესანტს ვერ ჩაანაცვლებს. თუმცა ანტიდეპრესანტის მიღება არ არის მხოლოდ მკურნალობა, ეს არის მკურნალობის შემადგენელი ნაწილი რაღაც ეტაპზე, როდესაც ძალიან მწვავეა დეპრესია და ჯობს გაყუჩება მოხდეს იმ სულიერი ტკივილის, რასაც ადამიანი ატარებს და ამის გამო ხდება ანტიდეპრესანტის საერთოდ ნებისმიერი ფსიქოტროპული თუ სხვა ფსიქოლოგიური შინაარსის მქონე პრეპარატის დანიშვნა. თუმცა ეს არ არის თვითონ მკურნალობა. ეს ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, რომ მკურნალობა არის საკუთარ თავთან მუშაობა ფსიქოთერაპიის გზით, სადაც იმ თავარი საკითხების, ასე ვთქვათ, გადამუშავება და შეგრძნება და გამოხატვა და მათი, ასე ვთქვათ, პროცესირების უნარის აწევა ხდება თერაპიული პროცესის დროს. იმიტომ რომ ეს პროცესირების უნარი თუ არ არის ჩამოყალიბებული ფსიქიკაში, ხო? სიტყვაზე რომ ძდალიოს ანტიდეპრესანტი ადამიანმა და რაღაც ეტაპზე მოურჩეს დეპრესია, ესე წარმოვიდგინოთ, რომ გაიარა სიმპტომებმა, ის რომ მოხსნის ანტიდეპრესანტს, შესაძლოა იგივე მექანიზმით თუ გააგრძელა ცხოვრება, რითიც ცხოვრობდა, ანუ რა არაცნობიერი სეტინგიც ჰქონდა მის ფსიქიკას, იგივე თუ ქნა, ისევ მივა იმ წერტილში და ვიცით კიდეც რამდენია რელაფსის შემთხვევა, რამდენია გაუმჯობესება და მე უკან დაბრუნება და ასე შემდეგ. და აქვე მინდა ერთი პატარა ინსაიტი ჩაგაწოდოთ, რაც მაქვს, რომ ნებისმიერი ფსიქიკური თუ სხვა კონდიცია, რომელიც არის თქვენთან ახლა და გსურთ რომ არ იყოს და გსურთ რომ სასწრაფოდ გათავისუფლდეთ მისგან და ასე შემდეგ, ალბათ ღირს რომ პატივისცემით მოეკიდოთ მას და აქციოთ ცნობის მოყარეობის წყაროთ. რომ აი რას მასწავლის ეს მდგომარეობა. მესმის რომ ზოგიერთი თუნდაც დეპრესია იმდენად მტკივნეულია, რომ აი ერთი ჯადოსნური ჯოხი რო კონდეს, უნდა დაიქნევდა და გაქრებოდა და დაისვენებდი რა და ძალიან კარგად მესმის ეგ უბრალოდ სამწუხაროდ ეგრე არ მუშაობს ეს ყველაფერი. ნებისმიერი სხვა რამეც იქნება შფოთვები თუ არ ვიცი, პანიკური შეტევები თუ ობსესიები თუ ნებისმიერი ფსიქიკური საკითხი ნაცვლად იმისა, უბრალოდ ცდილობდე მისგან გათავისუფლებას, კარგი მიდგომა ჩემი დაკვირვებით საკუთარ თავთან არის, რომ განეწყო როგორც მოსწავლე, როგორც ცნობის მოყარე ადამიანი, ვინც აკვირდება თავის თავს, რომ აბა რა ხდება, აი ეს რას მასწავლის მე როგორც ინდივიდს. ჩემი ფსიქიკის რა ნაწილს გამოხატავს ეს დეპრესია, რომელსაც მე პირობითად ან ვაიგნორებდი, ან არ ვუსმენდი, ან პროცესირებას არ ვუკეთებდი და ასე შემდეგ. ანუ ცნობის მოყარე განწყობით. შეიძლება სულ სხვა კითხვები დასვა საკუთარ თავთან და ეს მიდგომა პირიქით ასწრაფებს გათავისუფლების პროცესს. თუმცა მესმის რომ ადამიანურია ძალიან და ადამიანები უბრალოდ ცდილობენ ხოლმე რაც შეიძლება სწრაფად მოხსნან ნებისმიერი სიმპტომი და დაისვენონ რა და ძალიან კარგად მესმის. თუმცა დღეს ახლა რაზეც უნდა ვისაუბრო, ის სამი ბუნებრივი ანტიდეპრესანტი, რომელიც მე შემიმჩნევია რომ არის, მაგრამ არსად არ შემხვედრია. ისიც კი ვიფიქრე, რომ ინგლისურათაც ხო არ ჩავწერო ეს საკითხი, იმიტომ რომ მთელ YouTube-ზე ვეძებე და არსად არ მინახავს ეს სამი ანტიდეპრესანტი, რომელიც მე შევნიშნე. და ჯერჯერობით როგორც ჩანს არ არის ხმამაღლა ნათქვამი და ალბათ ინგლისურათაც ჩავწერ. მოკლედ დავიწყოთ, ესე იგი პირველი ბუნებრივი ანტიდეპრესანტი, რაც შემიმჩნევია, არის ფოკუსირება. ნებისმიერი სიტუაცია, სადაც შენ შეგიძლია, რომ რაც შეიძლება დაავიწროვო ფოკუსი. გინდა კარგ რამეზე, გინდა ცუდ რამეზე, რაზეც გინდა, თვითონ ფენომენი ფოკუსირების, აი ნემსის ყუნწივით, აი ნემსის წვერივით რო აკვირდები რაღაცას, ბოლომდე მთელი შენი არსებით, ეს 10 წუთიც რო გააკეთო, იგრძნობ რამხელა ენერგიის მომცემი არის. და ჩვენ ვიცით, რომ დეპრესიის დროს ენერგია დაბალია, ხო? ეს პირველი. ეს ძალიან ბევრჯერ პრაქტიკაში მინახავს. აქედან მოდის მთელი ეს პრაქტიკა რელიგიებში, რომ ხატს უნდა უყურო და ისე ილოცო, ან მედიტაციის დროს რომ ერთი მანტრა გაქვს, ერთი სიტყვა და ის უნდა ატრიალო და აფოკუსო ფსიქიკით და ბევრი ესეთი სწავლება არის გაფანტული. ოღონდ ესე არავის დაუფოკუსებია და ვინაიდან მე ახლა თვითონ ფოკუსის ფენომენი შევნიშნე, იქიდან გამომდინარეობს ეს ზუსტად რომ ეს ხშირად მიქნია და უცებ მივხვდი რომ ეს ესეა.
დაფოკუსება განსაკუთრებით ძალიან კარგად მუშაობს თუ საკუთარ შეგრძნებებს, სხეულებრივ შეგრძნებებზე თუ არის. ესეც სხვათა შორის იმ დღეს Google-ში დავძებნე. იმიტომ რომ შევნიშნე ესეთი უცნაური რამ. უცნაური, ჩემთვის და ალბათ იმ კულტურიდან გამომდინარე, რაშიც ცხოვრობთ და ვიხარშებით. რომ საკმარისია ხოლმე რომ თერაპიის დროს ან შეკრებების დროს რომელსაც ვატარებ everyways შეკრებები თუ ჯერ არის შემოგვიერთდი საკმარისია რომ ადამიანები ცოტა ხანი სხეულზე ფოკუსირდნენ მედიტაციურად და დაკვირვება მოახდინონ საკუთარ აი უმარტივეს სხეულებრივ შეგრძნებებზე რა არ ვიცი კუნთი როგორ არის დაჭიმულია თუ მოდუნებულია სუნთქვა ზედაპირულია თუ ღრმა გულისცემა ისმის თუ არ ისმის ან მაგალითად რო ვზივარ, ჩემი წონა როგორ აწובה ზედაპირს რაზეც ვზივარ და აი ძალიან მარტივები რა, არ მაქვს რაღაც მაღალ ფილოსოფიებზე საუბარი. საკმარისია ეს ფოკუსირება მოხდეს ხოლმე, რომ ამის შემდეგ მოდის საოცარი კრეატივის, დადებითი მუხტის, ძალიან ესეთი გაზიარებების სიღრმისეული, გააზრებები, ინსაიტები, არ ვიცი როგორ ხდებოდა ეს, აი ძალიან გაკვირვებული ვიყავი და აი სხეული რატოა ესეთი გონების გამხსნელი, იმიტომ რომ ხო თითქოს სხეულია და გონება კიდე აქ არის, ხო? მე მოვძებნე ინფორმაცია და ნეირომეცნიერება ახლა დღესდღეობით მუშაობს იმის აღქმაზე. და ბევრი კვლევა ტარდება იმაზე, რომ ფსიქიკა არის მთლიან სხეულებრივი მოვლენა და ზუსტად ამიტომ იწყებს მუშაობას ჩვენი ფსიქიკა უკეთესად, როცა სხეულს აფოკუსებ, რომ ინტეგრირდება მასში ის ფსიქიკის ნაწილი, რომელიც იყო განდევნილი. ანუ წესით დღეს თანამედროვე კულტურაში ვერ ნახავ ადამიანს, რომელიც ზის და ესე ნებაყოფლობით სხეულს აკვირდება, ხო? ეს თუ არ მოიწვია შესთავაზე ან არ ისწავლე, თავისით კულტურა ამას არ გასწავლის. ის გეუბნება იფიქრე, იაზროვნე, ამოხსენი განტოლებები და ამოცანები და ის რომ სხეულზე დაკვირვება შეიძლება ფიქრის ფართოგაგებით ნაწილია, რეფლექსიის უფრო სწორი სიტყვა რო თქვა, ეს არსად არ ისწავლება თითქმის. ძალიან ცოტა წყაროა ამაზე და აი ეს დავძებნე, იმიტომ მე თვითონ შევამჩნიე ეს ჩემი პრაქტიკის დროს და აღმოჩნდა, რომ ნეირომეცნიერები დღეს ზუსტად აი ამას იკვლევენ. და უკვე აქვთ ტერმინები მუცლის ტვინი, აქვთ ტერმინები გულის ტვინი, ზურგის აზროვნება და ასე შემდეგ. ანუ ახალი ტერმინოლოგიაც კი აქვთ შექმნილი ამ დაკვირვების დროს. მაშასე პირველი ბუნებრივი ანტიდეპრესანტი რომელსაც ყოფნის ერთი ადამიანი საკუთარი თავი არის საკუთარ სხეულის მარტივ პრიმიტიულ შეგრძნებებზე დაკვირვება. თუ ეს სირთულეს წარმოადგენს და თქვენ წარმოიდგინეთ ზოგჯერ წარმოადგენს, ხო საკუთარი სხეულია მაინც სირთულეა. ნებისმიერ ობიექტზე გარეთ, აი რა ვიცი, სანთელი აიღეთ, დაანთეთ და დააკვირდით, დაყნოსეთ თუ შეეხეთ ნებისმიერი რამ მთელი ფოკუსის ენერგიით ასე ვთქვათ, აი თვალებით შეჭამეთ ის ფოკუსის საგანი, რაც არის და ნახავთ დაახლოებით 10 წუთი უნდა რთულ кейსს და მარტივ кейსში 1-2 წუთი კმარა, როგორ წამოვა ენერგია. და ანუ ეს არის ერთ-ერთი ბუნებრივი ანტიდეპრესანტი. აღსანიშნავია, რომ ღირს ესეთი რაღაცების გაკეთება მანამ, სანამ დეპრესია კარზე მოაგაყუნებს. იმიტომ, როდესაც უკვე მოკაკუნებული აქ კარზე, ბევრად უფრო რთულია მაგ სიტუაციიდან გამოსვლა, ვიდრე მაშინ, როდესაც დასაწყის ეტაპზეა და ჯერ გაფორმებული არ არის. ამიტომაც პრევენციის მიზნით ამის კეთება მთლად გადასარევია. ეს რაც შეხება პირველს, ახლა მეორე რაც შევამჩნიე, ძალიან მნიშვნელოვანი და სადღაც ადრე შემხვედრია, რომ აი ბედნიერება არისო ამაშიო, ვიღაც მუსიკოსი ყვებოდა ამის შესახებ. რომ ბედნიერებაო ჩემი იქ კი არ არისო სცენაზე რომ გავდივარ და დაუკრავ ხოლმეო და მე ტაშს მიკრავენ კი სასიამოვნოაო და მიხარია ეს ჩემი წარმატება და იქაც სიტყვაზე ბეთჰოვენს ან მოცარტს რო უკრავ და ეს ჩემში გაივლის მათი გენიალური მუსიკა ეს ბედნიერების მომტანიაო მაგრამო ჩემი ყველაზე მთავარი ბედნიერების მომენტი ცხოვრებაში არის როდესაც ამას ჩემ ახლობელს გაუზიარებ ხოლმეო აი ჩემ წარმატებას, ჩემ სიხარულს, როცა გაუზიარებ ადამიანს, ვისაც ის ჩემთან ერთად უხარია, ამას მოაქვს ჩემთვის ბედნიერება. ეს რაც შეეხება ბედნიერებას, მაგრამ აი კარგი ანტიდეპრესანტი ბედნიერებას რო გავეშვათ, იმიტომ რომ ეს ცოტა ესეთი სიტყვაა, მოუხელთებელი რაღაცაა და ლატარეის თამაშს გავს. ლატარეის გარეშე ცხოვრება სავსებით შესაძლებელია. ამიტომაც გავეშვები ახლა სიტყვას ბედნიერება და დაუბრუნდები ანტიდეპრესანტს.
მეორე ბუნებრივი ანტიდეპრესანტი, რაც ასევე ჩემი დაკვირვებით შევნიშნე და სხვათა შორის ჯერ არ დამიძებნია ამაზე კვლევები, მაგრამ დარწმუნებული ვარ იქნება. დღეს მოვძებნი. არის რომ ყავდეს ადამიანები, ერთზე მეტი ჯობია, მაგრამ ერთი მაინც თუ არის უკვე საკმარისია, ვისთანაც ის რასაც გრძნობ, იქნება ეს სიხარული, იქნება ეს პირიქით ნეგატიური გუნება განწყობილება, იქნება წარმატება, თუ პირიქით მარცხი, ამისი გაზიარება შეგიძლია. აი ეს გაზიარების მომენტი არის ძალიან დიდი ანტიდეპრესანტი. ამის გამოც არის თერაპია ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გაზიარება ხდება იქ. აი თითქოს არაფერი არ იცვლება, ხო? უბრალოდ თქვი ის, რასაც გრძნობ, ეს ნეგატივის შემთხვევაში. ის ნეგატივიც თითქოს იგივეა. მე ეხლა ცოტა ხანში ვიტყვი, რომ საერთოდ აღარ არის იგივე. შეგრძნებითად ეს მეცნიერული ფაქტია. მაგრამ ნუ ადამიანს ხო ესე წარმოუდგენია, რომ აი ვილაპარაკე მერე, გაიგე, ესეთი კითხვა ისმის, წავედი ვილაპარაკე მერე არც არაფერი იგივე დარჩა, მეც იგივე დავჭი, თერაპევტიც იგივე დარჩა, რა მოვიდა ცხოვრება დამილაგა, არანაირად, ხო? ან მე თვითონ რა მივედი, თქვა პირობითად საყვარელ ადამიანს დავშორდი, თქვი რომ დავშორდი, წამოვედი უკარა, შევრიგდი, არ შევრიგები ვარ, ხო? თუმცა მეცნიერული ფაქტია, ეხლა ნეგატიურ ნაწილს ვეხები, პოზიტივს მერე შევეხები. ასე იგი მეცნიერული ფაქტია, რომ როდესაც ადამიანი აზიარებს ამ დროს აკვირდება რა იგრძნო, რომ გაგიზიაროს, ხო? ესე ხო ვერ გააზიარებს, თუ არ შეიგრძნო და თუ არ დააკვირდა თავის თავს და თავისი შინაგანი სამყარო თუ არ გააზიარა იქ თერაპიის დროს, ხო? ისე არ ხდება გაზიარება. სულ მინიმუმ ინტუიტიურ დონეზე მაინც აკეთებს ამას. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ არაცნობიერი არსებობს. და მეცნიერული ფაქტია, რომ როგორც კი ადამიანი დააკვირდება თავის ემოციას და გაასიტყვებს, ის იცვლება. ანუ ემოცია თავის პირვანდელ სახეს კარგავს და ხდება სხვანაირი და როგორი სხვანაირი, მუხტს კარგავს. ანუ ემოციას ახასიათებს ნეგატიურ ემოციას ორი რამ. ერთი რომ ეგრევე იწვევს გაქცევის სურვილს, იმიტომ რომ ვის სიამოვნებს ახლა ტანჯვა ხო, არავის, ინსტინქტია. და მეორე, თუ არ გაიქეცი და აკვირდები, სუბუქდება ეგრევე, იმიტომ რომ რაც უფრო ბნელით არის მოცული და რაც უფრო თვალი არის არიდებული, მას უფრო მაღალი მუხტი გააჩნია და ამითი ძალიან გავს ფიზიკურ მოვლენებს, სადაც ჩვენ ვიცით, რომ ფოტონს როცა აკვირდები სხვანაირად იქცევა, როცა არ აკვირდები სხვანაირად იქცევა. ესეც ხო მეცნიერებაა. ძალიან გავს ამ ორ რაღაცაში ფოტონი და ემოციები ერთმანეთს. არადა ადამიანს პირიქით ჩვევია, როცა ნეგატიურ ემოციას იგრძნობს, ჩართავს სახალისო ფილმს, რომ უყუროს და ეს ვითომ გაყუჩდება, მაგრამ ეს არის დროებითი. ფილმი როგორც კი მორჩება, მოხდება ამოხეთქვა ამ ემოციის და მე მეცაც გეტყვით, მე თვითონ მიქნია ეს წარსულში და ერთი ძალიან საყვარელი ფილმი მქონდა, კომედიური ჟანრის, რომელსაც ძალიან მიყვარდა, ბევრჯერ მქონდა ნანახი და ერთ-ერთი კრიზისის დროს, როცა მქონდა დეპრესიული გუნება განწყობილება, ჩავრთე ეს ფილმი და ვცადე რომ დამევიწყებინა ის თუ გვერდზე გამეწია და იცით რა მოხდა? ეს ფილმი შემძულდა. ანუ იმ მომენტში იმდენად ნეგატიურ ემოციაში ვიყავი, რომ ამ ნეგატიურ ემოციას მახსენებს ახლა ეს ფილმი. ანუ ფილმმა დაკარგა ის ბრწყინვალება, რაც მანამდე ქონდა. პირიქით მოხდა. ამან კი არ გამინეიტრალა ჩემი ტკივილი, არამედ გახდა ჩემი ტკივილის შემხსენებელი. დაკარგა ის თავისი გართობის და იმის მუხტი, რაც მანამდე ქონდა. ამიტომაც ემოციის პროცესირებას, როგორც წეგან თქვი, ცოდნა ჭირდება და პირველი ცოდნა და ძალიან მნიშვნელოვანი არის ზუსტად ეს მეორე ანტიდეპრესანტი, რაც მე შევამჩნიე, რომ დააკვირდე მას, სხვათა შორის ფოკუსირება შედის ნახე, პირველი ნაბიჯია და მეორე გააზიარო ის. ისეთ ადამიანთა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მოგისმინოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესეთი იყოს ეს ადამიანი და არა პირიქით. აი ხო გამოგვიცდია სამწუხაროდ, რომ ხანდახან აი ელაპარაკები და სხვაგან არის ეს ადამიანი რა. შენთან არ არის. შეიძლება არ ესმოდეს რას ეუბნები ადამიანს, აი ვერ იგებდეს, მაგრამ შენთან იყოს. აი ეს არის გადამწყვეტი რა. თორე ვერ მოთხოვ ადამიანს ეხა რომ აუცილებლად გაიგოს, ვერ გაიგოს რას ეუბნები. ვერ ჩაწვდეს იმას, რისი თქმაც გინდა. ეს ძალიან რთულია, მაგრამ აი რო შენთან იყოს და რო ცდილობს რომ გაიგოს, ეს არის გადამწყვეტი აქ. ასეთი ადამიანები ვიცი რომ რთული საპოვნელია ხოლმე ერთი შეხედვით, თუმცა შეიძლება მათი პოვნა. აქაც დავამატებ, რომ ღია საუბრების სეზონი გაიხსნება ოქტომბერში და გელოდები ჩვენ ზუსტად ესეთ შეკრებებს ვატარებთ, სადაც
აი ასე უსმენთ ერთმანეთს ხოლმე და ვაზიარებთ საკუთარს და ეს არის მეორე ბუნებრივი ანტიდეპრესანტი ნეგატიურ ემოციას რაც შეეხება. ეხლა რაც შეეხება პოზიტიურ ემოციას. ესეც ძალიან ცნობილი ამბავია, რომ დეპრესიის დროს ადამიანები სიამოვნებას ვეღარ იღებენ იქიდან, საიდანაც ადრე იღებდნენ სიამოვნებას. მაგალითად, სასიამოვნო მუსიკა, რომელიც უყვარდათ, ჩართავენ და განწყობა მოძრაი. გინდ ყოფილა, გინდ არ ყოფილა, სულ ერთია. ან ჩემი საყვარელი საჭმელი, ხო? შეუკვეთე მოიტანეს და უკვე რომ დავინახე, ხვდები რა, ის სულ ერთია. გინდ მიჭამია, გინდ არ მიჭამია ეს საყვარელი საჭმელი. არაფერს და აი დაჟე შეიძლება გასინჯოს და სულ ერთია და დევს ეს. გემრიელი საჭმელი პირობითად ტორტი არ ვიცი რაღაცა, რასაც ადამიანები კარგ შემთხვევაში ეგრევე შეჭამდნენ და ეს უყურებს და ეს სულ ერთია მისთვის. და ამიტომაც მოდის მე რომ ცხოვრებას რა აზრი აქვს. არაფერი აზრი აღარ აქვს, იმიტომ რომ დეპრესიული გუნება განწყობილების მომენტში მართლა ასეა. ეს ასეა. ანუ ადამიანი ვერ განიცდის ვერაფერს, რასაც ეხება და რაღა აზრი აქვს. ის სწორ კითხვას სვავს, იციან ხოლმე რომ აი რას ქვია რა შეხედე რა ლამაზია მზე ამოდის ჩადის და ეგ შენთვის არის ლამაზი, იმიტომ რომ შენ დეპრესიულ გუნება განწყობილებაში ახლა ამჟამად არ ახარ, მაგრამ ამ მეორე ადამიანს ვინც ამას ამბობს, ხო, ახლა არ შეუძლია ამ მზის აღქმა. მე რა რომ ხედავს, ეს არ არის საკმარისი, ხო, ის იქ დახშულია ის რეცეპტორები, უხეშად რო ვთქვათ, საიდანაც შეიგრძნობდა ამ სილამაზეს და ბრწყინვალებას. ამიტომაც ეხლა რაც შეეხება ნეგატიური ხო თქვით უკვე. ეხლა პოზიტიური. პოზიტიურ ემოციას ვეღარ განიცდის, ხო? ეს არის სირთულე. ნეგატიურს, პრინციპში ვერც ნეგატიურს განიცდის ხოლმე, ანუ ისიც გათიშულია, მაგრამ აი პოზიტიურს ვეღარ განიცდის. ეს არის დეპრესიის ერთ-ერთი თვისება. შემიმჩნევია ისევ ჩემი პრაქტიკიდან და ევრივეის საუბრებიდანაც და ლაშქრობებიდანაც, რომ ის ფაქტი, რომ რამდენიმე ადამიანი ერთად ვზივართ და დადებით რაღაცას თუ ვინმე გააზიარებს ხოლმე და იქ დანარჩენი ადამიანები აირეკლავენ, ნახე, ეს ხო გუნდია და გარკვეულწილად აირეკლავენ. აი ანეკდოტი ვიღაცამ მოყვა, ხო? თუ ბევრმა ხალხმა ერთად გაიცინა, ბევრად მეტს ვიცინით და ბევრად მეტად ვგრძნობთ სიცილს. ეს შეიძლება გამოგიცდიათ, ვისაც ან გუნდში უმღერია, ან ორკესტრში დაუკრავს, ან სულაც აქციებზე, ვინც გუნდურად ყოფილა და ერთად მოგვიწოდებია რაღაც აქციაზე, ხო, რომ აი თავისუფლება სინდისის პატიმრებს, რომ ერთად ყველა რო ამას იტყვის. ან რა საქართველოს დამოუკიდებლობა და ევროინტეგრაცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია და აი ამ მუხტით ყველა ერთად რო არის, უფრო გრძნობენ. ანუ ის რეცეპტორი, რომელიც წეღან თქვი რომ გაცვდა და სასიამოვნო ემოციას ვეღარ გრძნობს, ერთ-ერთი სტიმულატორი და ბუნებრივი ანტიდეპრესანტი, ეს მეორე ჯგუფში გამყავს ესეც, როგორც დადებითი ემოცია, არის რომ გუნდურად იქნას შეგრძნობილი დადებითი ემოცია და ბევრად მეტი ალბათობაა რომ მიწვდება იმ ნეირონს და იმ რეცეპტორს, ეხლა მე ძალიან უხეში ტერმინებით ვსაუბრობ, თუ ნეირობიოლოგები მისმენენ, მაგრამ აზრი მინდა რომ გადმოვცე. ანუ მეტი ალბათობაა რომ გადალახავს იმ ბარიერს, რაც შექმნა დეპრესიამ და ამ შემთხვევაში, ანუ სტიმულაცია რომ მოხდება, მეტი ალბათობაა რომ ადამიანი შეიგრძნობს დადებით ემოციას და ეს არის ფასდაუდებელი, იმიტომ რომ დადებითი ემოცია რომ მოვა, ჰორმონალური ბალანსი გინდა, ჯანმრთელობა გინდა, ეს ხო საერთოდ ვიცით, რომ დადებითი ემოციები მკურნალია. ეს ძალიან დიდი განკურნების ეფექტის მქონეა. მთლიანად რესტარტი შეუძლია ფსიქიკას, რომ გააკეთოს და იმუნიტეტი მაღლდება და არის შემთხვევები ისევ კონცერტები მახსენდება, ჩანს, რომ ეხლა მუსიკოსი ვიყავი პირველი განათლებით, ეხაც მუსიკოსი ვარ, მუსიკოსობა არ ქრება არსად. არის შემთხვევები, რომ კონცერტებზე ადამიანები რომ მიდიან, ავად იყვნენ პირობითად ან რაღაც, მაგრამ დაკვრის წინ იმხელა მობილიზება ხდება და დაკვრის დროს სცენაზე იმხელა სიამოვნების მიღება, რომ გამოდის და ჯანმრთელია. აღარა აქვს ვირუსი, აღარა აქვს სიცხე. ან სულ მინიმუმ შეიძლება 38 სიცხიანი გავიდეს საცეკვაოდ და ცეკვის პროცესში საერთოდ ვეღარ გრძნობდეს, რომ სიცხე აქვს. იმხელა მუხტი მოდის და ენერგია, ხო? და მსგავსი რამ შეიძლება მაყურებელშიც მოხდეს, თუ ის ჩაერთო და
კონკრეტული მაგალითებიც ვიცი ჩემ გარშემო. რომ აი ადამიანს ნაყიდი ქონდა, არ ვიცი, მგონი ხოროვიცის კონცერტის ბილეთი, ავათ იყო, მაგრამ არ უნდა გამოტოვება და წავიდა, მაინც დალია რაღაცეები და წავიდა ხოროვიცის კონცერტზე და უსმენდა და იყო ბედნიერი აქ. ნახე, მანდაც ფოკუსირება არის. მთელი არსებით უსმენდა ხოროვიცს და იმას კი შეეძლო, რომ ფოკუსი მოეპოვებინა ხალხისგან, ხო? და განიკურნა ეს ადამიანი, გამოვიდა და კარგად იყო. ვირუსი მოურჩა. რამდენიმე საათში. და ესეთები ძალიან ბევრი, ეხა იქ აღარ წავალ უკვე. პლაცებოს ეფექტი როგორ მუშაობს და მე ვიცნობდი ადამიანს, ძალიან მიხარია ეს. რომელსაც ჰქონდა უნარი, რომ ეს დადებითი ემოცია გადმოედო შენთვის, გაევრცელებინა. ეს არის თავისით ხდება ალბათ, იცი, ზოგს აქვს უნარი და აი გადმოზდებდა ხოლმე ყველას, ვინც მასთან კონტაქტში შევიდოდა და ერთმა კაცმა მომიყვა, რომ ჩავედიო მასთანო. და აი თუ დაიჯერებთ რა, აი მართლა ესეთი შემთხვევები იმდენია. ჩავედიო და დავრჩიო 1-2-3 კვირა ამ ადამიანთან დავრჩიო. და რო წამოვედიო, გამახსენდაო, რომ არ მომიწევიაო. 3 კვირა წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელიც 20 თუ 30 წელი ეწეოდა, ის კი არა რომ შეწყვიტა და შეძლო, არა, დაავიწყდა მოწევა. გაქრა მოწევა, მიხდი, საერთოდ ჩაეხსნა და უკანა გზაზე რო წამოვიდა, უცებ გაახსენდა, რომ ღმერთო 3 კვირა არ მომისმენია, არ მომიწევია. აი ესეთი დიდი მუხტი და ენერგია აქვს დადებით ემოციაში ერთად ყოფნას და არა ერთი ადამიანიც რა თქმა უნდა, როცა კარგად არის დასტიმულირებული, როცა ზურგში გრძნობს, რომ ყავს საყვარელი ადამიანები, შეიძლება ხო უშუალოდ არ იყოს აქ და ამჟამად მათთან კონტაქტში, მაგრამ სათხაცა ბმა არის მოცემული. უკანა არის საყრდენის განცდა და იმას უფრო უადვილდება. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი ადამიანების ყოლა ცხოვრებაში და მათთან ერთად გაზიარება და ეს არის ზუსტად ის, რაც შევეცადე, რომ გამეკეთებინა Everyway-ში. იმიტომ რომ ვიცი, რომ ამას მეტი მუხტი და ენერგია აქვს, ვიდრე ერთ-ერთზე კი ესეც მაგარია. მაგრამ აი 10 კაცი რო ვზივართ და რაიმე დადებიც ერთი რო შეიგრძნობს, ეს რო გადავრცელდება, ეს დადებითი მაღლა იწევს. ეს ჩემ თავზეც გამომიცდია, სხვისგანაც მომისმენია. ასე რომ მეორე ბუნებრივი ანტიდეპრესანტი არის ნეგატიური ემოციის შემთხვევაშიც გაზიარება მიმღებელ ადამიანებთან და დადებითი ემოციის შემთხვევაშიც გაზიარება ისევ გუნდთან და სასიამოვნოდ შენდამი განწყობილ ხალხთან. ეს მეორე. ეხლა მესამე ანტიდეპრესანტი, რომელიც ასევე არსად არ მომისმენია, რომ ანტიდეპრესანტია, ამასაც დავკვირვები ვარ, რომ ასეა. თუმცა აქ ცოტა პატარა ხაზების დალაგება მოგვიწევს, ანუ ვეცდები რომ ავხსნა ისე, რომ გამოჩნდეს, რომ ამ ქცევის პოლარობაში ყოფნა არ არის სასარგებლო. ანუ პოლუსი საერთოდ არასოდეს არ არის დადებითის მომტანი. აი ახლა რომ ვამბობდი გაზიარება, ხო? თუ მხოლოდ გაზიარებაა, ესეც პოლუსია. ფოკუსირებაზე რო ვთქვი, თუ მხოლოდ ფოკუსირებაა, ესეც პოლუსია. უბრალოდ ესენი იმიტომ არის ანტიდეპრესანტები, რომ დეპრესია არის ამათი პოლარობა. დეპრესია არის დაფოკუსების მაგივრად მილიონი ფიქრი, რომელიც დაფრინავს და საშინელია ყველა და ვერც ერთზე ვეღარ შეჩერდება ფსიქიკა და ნაკადია ამის. ან ნეგატიური ემოციები, რომლებიც ძალიან ბევრია, 200-ია პირობითად. ან შეიძლება მეტიც იყოს, ადამიანში ძალიან ბევრი ეტევა, საოცრებაა ეს. და ფოკუსი გაფანტულია უკვე. არაფერზე ფოკუსი შეიძლება არის ერთი შეხედვით იმაზე, რომ წარსულს იხსენებს ადამიანი ხშირად, როცა დეპრესიული ბუნება განწყობილებაა, მაგრამ ეს წარსულში რამე ერთ ფაქტს კი არ იხსენებს, წარსულს იხსენებს და ეს რამხელაა, ხო? ასევე დეპრესიის პოლუსია, რომ ჩუმად არის ეს ადამიანი. აზრს ვერ ხედავს, რომ რამე თქვას. აღარ აქვს გაზიარების ასე ვთქვათ, არ ვიცი, ენერგია, мотиваცია და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ალბათობით ოდესღაც ბავშვობაში, როცა სცადა, რომ გამოეხატა თავის თავი, მხოლოდ ტკივილი მიიღო. და ეს ტკივილი არის ჩამოფარებული ზევიდან, როგორც ხუფი. და ეს არის ზუსტად დეპრესიული ბუნება განწყობილება. ნუ რამდენიც რამე ვთქვი და გავაზიარე, მომხვდა და გავჩუმდი და ჩავაგროვე და ჩაიპრესა ძირს და ენერგია აღარ არის, ხო? ამიტომაც ვთქვი, რომ ეს მეორე გაზიარება დადებითისაც და უარყოფითისაც არის ანტიდეპრესანტი, იმიტომ რომ ეს არის პოლუსი იმისა, რასაც დეპრესიული ადამიანი აკეთებს. და ახლა მესამე, რაც მე შევამჩნიე ისევ არის მოსმენა. და მე ასე დავაკვირდი,
რომ მოსმენის უნარი არის ყველაზე ნაკლებ გავრცელებული უნარი დედამიწაზე. ასევე დავაკვირდი, რომ ბუდას აქვს ძალიან დიდი ყურები და თვალები უხუჭია. იმიტომ რომ ჩემი აზრით, მე ასე ვხედავ მას, ეს არის მოსმენის სიმბოლო. და ის იმიტომ არის ბუდა, რომ ის უსმენს, სამყაროს უსმენს, თავის თავს უსმენს, გარეთ უსმენს ადამიანს, ცუდსაც უსმენს და კარგსაც უსმენს. ანუ მოსმენა ჩემი პრაქტიკიდან, რასაც მე ვაკვირდები, არის ასევე ანტიდეპრესანტი და რატო? რის გამო? მხოლოდ გაზიარება არის ჩემი კონტაქტი გარეთ. თუმცა გაზიარება იქით ამ მხარეს გულისხმობს, რომ ვიღაცა მისმენს, თორე ეს გაზიარება აღარ იქნებოდა, ეს იქნებოდა მონოლოგი ქარში. სადღაცა იფანტება ეს სიტყვები, კედელს ხვდება შეიძლება და უკან მიბრუნდება, ხო? და თუ ესეა, რომ გაზიარებას იქით მხარეს მსმენელი ყავს აუცილებლად, რომელიც ბუდასავით ესე დიდი ყურებით უსმენს, ხო? ეს ნიშნავს, რომ ის მეორე მხარე ჩემშიც საჭიროა ძალიან. თუ ეგ არა მაქვს, რომ აი ის რო გამიზიარებს, ახლა მეც მოусმინო, ესე იგი წყვეტაა ჩვენ შორის. კავშირი არის ცალმხრივი, მე ვლაპარაკობ, ის მისმენს. და ის თუ ილაპარაკებს, მე არ შემიძლია მოსმენა, მაღიზიანებს მოსმენა, მაწუხებს მოსმენა. არ ვიცი, შემაბრაზებდეს კიდეც მოსმენა. ან თვლიდე, რომ ზედმეტია და ასე ძალიან ბევრი ვარიანტია. მოსმენა რითი არის რთული და ეს მოსმენის უნარის აწევა ასევე არის გზა დეპრესიიდან გამოსვლის. იმიტომ რომ ეხლა ნახეთ რა ხდება დეპრესიაში ისევ, როგორც პოლუსი. სიახლე ვერ შემოდის, იმიტომ რომ მე ჩახსნილი ვარ გარე სამყაროსგან, ჩახსნილი ვარ და ჩატრიალებული ვარ რაღაც რუმინაციას ეძახიან. ავ ფიქრებში ჩემი სხეული ემოციურ რეაქციებს აძლევს ჩემი ფანტაზიის მიერ მოფიქრებულ ნეგატიურ ფიქრებს. ეს ნეგატიური ფიქრები მეორე მხრივ იქიდან წამომივიდა, რომ ბავშვობაში ჩაუპრესე ჩემი თვითგამოხატვა და ტყივილი მივიღე და იმას ახლა ვპრესავ და მთელი ენერგია ჩემი ფსიქიკისა მიდის მანდ, სხვა ენერგია აღარ დამრჩა, რომ არ ვიგრძნო ტყივილი, ნახე? და პარადოქსულად სანამ ამას ვეჭიდავები და ვცდილობ რომ ტკივილი არ ვიგრძნო, ამასობაში მოვწყდი გარე სამყაროს. მე ჩემ თავზე ვარ ახლა ორიენტირებული, ხო? აბა რა გავაკეთო, რით და შეიძლება ეგეც აღარა მაქვს, რით დავეხმარო. აღარა მაქვს, უკვე აბსოლუტურ აპათიაში ვარ, მაგრამ აპათიის მდგომარეობაში შეხება გარე სამყაროსთან არ მაქვს. ამიტომაც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ანტიდეპრესანტი არის ასევე რომ მოусმინო სხვა ადამიანებს და აქ წითელ ხაზს გავავლებ, რომ არ უნდა იყოს ესე, რომ მხოლოდ უსმენ, ეს ისევ პოლუსი იქნება. აუცილებლად დააკვირდი, რომ უსმენ და შემდეგ შენც აზიარებ. შეიძლება შენ უფრო მსმენელი ტიპაჟი იყო, ოკეი? ჩვენი ხასიათები გვაქვს და პატარა პოლუსები ყველაშია. მაგრამ აი თუ შენ გრძნობ, რომ ყველა შენი ნაცნობი მეგობარი თუ უცხო თუ ტაქსის მძღოლი შეიძლება მხოლოდ გესაუბრება და შენ უსმენ. ეს არ არის ის მოსმენა, რაზეც მე ვსაუბრობ. ეს არის ისევ პოლუსი. და სხვათა შორის დიდი ალბათობით არ უსმენ. აი, ხომ მტკივნეული სათქმელია, ადამიანი იტყვის, რომ ყველას უსმენ, ყველა მელაპარაკება, მიზიარებენ, აი უცხო ხალხი მოდის და მიყვება თავის ცხოვრებას. მესმის, მაგრამ თუ სულ ესე ხდება და შენ ჩუმად ხარ და ისმენ, დიდი ალბათობით ეს არ არის აქტიური მოსმენა, იმიტომ რომ აი ნახეთ რა ხდება, თუ მართლა უსმენ. მართლა ეხლა ცოტა ისეთი სიტყვაა, მაგრამ აი ცდილობ რომ აზრი გადმოვცე, თუ მე ვუსმენ და იქ ვარ, მასთან ვარ, ჩართული ვარ იმაში, რასაც მეუბნება, აუცილებლად რასაც მეუბნება, ჩემში რაღაცას აღძრავს აქ. შემეხო რა, აი მომიყვა, რომ ყავს, არ ვიცი, თუთიყუში, რომელიც ყოველ დილას პირობითად ამბობს დილა მშვიდობისა მზე ამოვიდა და ძალიან საყვარელია, ხო? და ამას რომ მიყვება, თუ მე მართლა გულით უსმენ და იქავარ, რაღაცები გამახსენდა ახლა მეც. რომ მეც ყავდა თუთიყუში, გამახსენდა რომ რაღაცა ვიდეო ვნახე, სადაც თუთიყუში ფერად მას ბუმბულს იმაგრებდა უკან და ძალიან საყვარელია და ახლა რა ხდება აქ? მოусმინე, გამახსენდა ჩემი ეს და თუ მე მოსმენა გავაგრძელე, ესე იგი ჩაუპრესე ეს, რაც გამახსენდა ისევ.
ხო? ანუ ამ მოსმენაზე არა მაქვს საუბარი. მე მაქვს საუბარი მოსმენაზე, სადაც მოვისმინე ჩემი მთელი არსებით დავაფოკუსე, ადამიანმა გამიზიარა და მე უსმენ და შემდეგი ნაბიჯი მეც გავაზიარე. აუცილებლად. აი ასეთ მოსმენაზე მაქვს საუბარი. ეს არის ასევე ბუნებრივი ანტიდეპრესანტი, იმიტომ რომ იმ ადამიანმა მე რო რაღაცა გამიზიარა, თუ მე გულისყურით მოусმინე, არაჩვეულებრივი სიტყვაა, გულისყურით მოусმინე, შემოვიდა ჩემში სიახლე. და რა სიახლეს გულისხმობ ახლა? რანაირიც არ უნდა ვიყო, სულ რო უნაკლო ვიყო, აი საოცრება რო ვიყო მერვე დედამიწაზე, ერთი ვარ. ეს არის ერთი სხეული და ფსიქიკა, ერთი ჭურჭელი შინაარსების, ერთი ტვინი. შეუძლებელია რომ ამ სისტემაში და თან ორგანიზმიც ეგრეა მოწყობილი, რომ ჩვენ სიახლეს გამუდმებით, ვეწაფებით და ვესწრაფვით, როცა ჯანმრთელობაა, აქტუალობა, შეუძლებელია რომ ამ ერთმა თავის თავში ატრიალოს. აი თვითონ სიტყვებით კი ვერ პოულობს სიტყვას როგორ აღწერო. გამოდის რომ ატრიალებს, რაც არ უნდა იყოს, ჩემი ფსიქიკის პროდუქტია და ჩემივე ფსიქიკის პროდუქტს ვატრიალებ შიგნით. სხვა ვერაფერი ვერ იქნება აქ, იმიტომ მე ვარ მხოლოდ. და აი სხვა ადამიანს როცა ვესაუბრები, ისიც ერთია, მეც ერთი ვარ, მაგრამ ის სხვა არის და იქ რაღაცა სხვა ხდება. ის ვერ დაემთხვევა ჩემსას. და ის ფაქტი უკვე რომ ეს არის სხვა, არის სიახლის მომტანი. იმიტომ რომ ის სხვა არის, სხვა ფუნქციონალობა მიდის, იქ სხვანაირი აზრები იბადება თავისით, იქ სხვანაირი ემოციები იბადება, ჩემთან სხვანაირი. კი, მსგავსი ვართ, იმიტომ რომ ყველა გადაბმულია სადღაც არაცნობიერში, ერთი დიდი ველია, რომელშიც ყველა ადამიანია მოცემული და სადღაც ბაზისურ ამბებში ჩვენ ძალიან გავართ ერთმანეთს, მაგრამ ზევით კონტაქტის ველში სადაც ვართ ცნობიერებაში, ხო? იქ იმდენი ახალი ინფორმაცია, ეხლა მაგალითად თუთიყუში მე შეიძლება იმას რო არ ეთქვა, არც გამხსენებოდა 1000 წელი. კი, არის ჩემ გამოცდილებაში, მაგრამ სადღაც არის და ხვდებით ხო რაზე მაქვს საუბარი? ანუ დეპრესია არის საკუთარ თავში უკვე არსებული სტრიალი, ერთ-ერთი მახასიათებელი და ამიტომაც თუ მოვისმენ გარეთ სხვა ადამიანი რას მეუბნება და ამ სიახლეს შემოუშვებ, ესეც არის ბუნებრივი ანტიდეპრესანტი. ეს სამი ბუნებრივი ანტიდეპრესანტი მე პირადად არ შემხვედრია და აქ აღსანიშნავია რომ პირველის გარდა, თუმცა ეს პირველი, მეორე და მესამესაც ურევია. პირველის გარდა ორივე სჭირდება ადამიანები და ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანის, რომ სინზე და ლანგარზე მორთმეული არ დაველოდოთ, რომ იქნება ცხოვრებაში ესეთი ადამიანები და ასე ვთქვათ, ქრისტეფორე კოლუმბის მოგზაურობაში წავიდეთ ცხოვრებაში და ვიპოვოთ ისინი. აუცილებლად არიან. და კიდე ძალიან მოსარიდებელია, რომ არ იყოს ასეთი ადამიანი ერთი. იმიტომ რომ ეს ნევროტული გამეორება იმ ბავშვური გამოცდილების, რაც პატარა ასაკში ქონდა, რომ ესეთი ადამიანი პრინციპში თავიდან ყველასთვის არის დედა. და მე მამაც კი ბატონო, მაგრამ აი სულ პირველ თვალებს რო გაახელს და ძუძუს რო წოვს, ესეთი ადამიანი, ვინცაც შენი ესმის, ვისთანაც შეგიძლია იტირო და ის დაგამშვიდებს, გაიღიმო და ისიც გაგიღიმებს და გეთამაშება, სულ პირველად არის დედა და ამიტომაც არაცნობიერად ხანდახან ფსიქიკა ერთ ადამიანს ეძებს ხოლმე, რომ აი ერთი ჩემი და დანარჩენები რავი, სადაც უნდა ყოფილან. და ეს არ არის დასრული ადამიანისთვის უკვე დიდისთვის სახარბიელო მდგომარეობა. სახარბიელო მდგომარეობა უკვე გაზრდილი ადამიანისთვის არის, რომ მოძებნოს ბევრი ადამიანი, ვისთანაც შეიძლება გაზიარება, ვისთანაც შეიძლება იყოს საკუთარი თავი, მოусმინო და შენთვის იყოს საინტერესო რას ამბობს ის. აი ეს შეხვედრა არის საუკეთესო ანტიდეპრესანტი, გარდა რა თქმა უნდა იმ ყველაფრისა, რაც ცნობილია და ცნობილებს ეხავე ჩამოვთვლი, ეს არის სწორი კვება, ვარჯიში, მედიტაცია, ცივი დუშის გადავლება არაჩვეულებრივია. ვისაც ასევე ანტიდეპრესიული პრევენცია გიდათ გაიკეთოთ, Wim Hofs მოусმინეთ, YouTube-ზე არის არაჩვეულებრივია ეს Wim Hof-ი. კიდე არის ანტიდეპრესანტები ბუნებაში ყოფნა, ესეც ცნობილი ანტიდეპრესანტი. ანუ მე ხა ვეცადე, რომ ისეთები მეთქვა, რაც მე არ შემხვედრია ინტერნეტში.
თუ იმეს რამე კითხვა გაქვთ, ხო, კიდე რა თქმა უნდა არის მუსიკა, სწავლა ანტიდეპრესანტია თვითონ თავის თავში. ცურვა არის ანტიდეპრესანტი თავის თავში, სპორტი ნებისმიერი, ხატვა, ბატონო ჩემო და ხელოვნებასთან ნებისმიერი შეხება, ხელით რაღაცების კეთება. ესენი მე მგონი მეტნაკლებად ცნობილია და ამიტომ ამათზე უბრალოდ აი ესე სიასავით ჩავირბინე. თუ დავაკვირდებით რა ფენომენებია მანდაც მივალთ დაკვირვება, ფოკუსირება, გაზიარება და მოსმენა. ეს სამივე ურევია სულ სწავლაშიც, ცურვაშიც და ასე შემდეგ. ანუ მე ვეცადე რომ ფენომენი მეთქვა თქვენთვის. თუ რამე კითხვა გაქვთ დეპრესიასთან დაკავშირებით, ხო, სანამ დავასრულებ ამ ლაივს, ერთ რამესაც ვიტყვი. ძალიან ხშირად განსჯითია ხოლმე სოციუმი დეპრესიის მიმართ, რომ არც კი ცხენია, ამხელა კაცია ან ქალია, ლოგინში წევს ვერ ამდგარა, რაღაც ის არა, გახედოს მზეს, არ ვიცი, შეხედოს აფრიკაში ბავშვები როგორ იტანჯებიან და არც კი ცხენია რომ ესეა და ასე შემდეგ. ეს შეიძლება პირადად არც უთხრან, მაგრამ ის გრძნობს რომ ამას ფიქრობენ. რომ შეხედავ, რა ვიცი, ჯანმრთელია ეს ადამიანი, სუნთქავს, კუნთები აქვს, ხო ხდები. ანუ თითქოს ყველაფერი კარგად არის და ესეთი ის განწყობით არის ხოლმე გარემო, რომ ადგეს ეხა ბოლო-ბოლო ფეხზე რა. ხო და ესე არ მუშაობს დეპრესია, უნდა აღვიქვათ, რომ დეპრესია და ნებისმიერი სხვა ფსიქიკური საკითხი ისეთივე საკითხია, როგორც პირობითად ვირუსი. 39.5-იან სიცხიან ადამიანს ხო ვერ მოთხოვ, რომ ადგეს ფეხზე. ასევე არის დეპრესია. პატივისცემა ისევ, რომ შეიძლება მე რაღაც არ ვიცი. ეს იქნება ძალიან გადამწყვეტი ცვლილება სოციუმში. თუ როგორც იქნა იმ ნათქვამს რომ მე ვიცი რომ არაფერი ვიცი, ცოტა შეითვისებს სოციუმი, რომ შეიძლება არ იცი იქ რა ხდება. გარედან კი გეჩვენება რომ ეს ახალგაზრდა კაცი ტყუილა წევს ლოგინში, მაგრამ შეიძლება არ იცი იქ რა ხდება. აი ამ პატივისცემას თუ ვისწავლეთ, ძალიან მაგარი იქნება და ვინც ახლა მომისმინეთ ამაზე ძალიან ბევრი მეცნიერული კვლევაა, რომ ეს ისეთივე მდგომარეობა, როგორც ნებისმიერი სხვა ჯანმრთელობის მდგომარეობა და არ შეიძლება ესე უთხრა ადამიანს, რომ მე რა რო ბრმანაწლავი გაგისკდა, ადექი და ირბინე. ხო, ესე ვერ იქნება. და აქვე მოდის მეორე თემა, რატო წევს? რატო წევს? სიცხიანი ადამიანი რატო წევს? ხო, ეს ძალიან საინტერესოა, მარტივია ძალიან, იმიტომ წევს, რომ ორგანიზმი ზოგავს ენერგიას. ნახე, ძალიან დიდი ენერგია წავიდა იმაზე, რომ იმუნიტეტმა დაამარცხოს ვირუსია თუ ინფექცია თუ რაც გინდა. სიცხე იმიტომ არის აწეული, რომ იბრძვის ორგანიზმი და ეხლა ორგანიზმი რომ იბრძვის და ამხელა ენერგიას ხარჯავს, რომ მომხდური დაამარცხოს, ხო? როგორ გინდა შენ რომ ახლა ადგეს ეს ადამიანი და ირბინოს. ზუსტად იგივე არის დეპრესიის შემთხვევაში. იქ შინაგან არაცნობიერ თუ ქვეცნობიერ სამყაროში ისეთი ბრძოლაა გაჩაღებული, რომ იმის ენერგია, რომ ეს ახლა კიდე ლოგინიდან ადგეს და გარშემო ადამიანები, რასაც მისგან ითხოვენ, ისინი დააკმაყოფილოს, ეს არის ძალიან რთული. რთული კი არ შეუძლებელია. ფიზიკის კანონებია ეს ყველაფერი, გრავიტაცია და ამაზე დატაკება ესე შუბლით არის უბრალოდ უვიცობის ნიშანი. ხო. ასევე მინდა ვთქვა, რომ აი ეს გამოვკვეთო, რომ შესაბამისად ადამიანი, რომელსაც აქვს გაფორმებული დეპრესია და წევს, მისი სხეული და გონება არის დაყოვნების რეჟიმში, რომ არ გადაიწვას. იმიტომ რომ თუ სიცხიან ადამიანს 39.5-იან ადამიანს წაიყვან და პირობითად ცივ წყალში სადმე ესე იძულებით გადააგდებ და ჩააგდებ, რომ სხვა გზა არ ექნება, ეხლა წყალში აღმოჩნდება, დაიწყებს ესე ცურვას, ხო? გააჩნია ორგანიზმს. შეიძლება ლეტალურად დასრულდეს ეს ამბავი და არტყას გულმა და ვერ გაქაჩოს. ამიტომაც მსგავსი არის დეპრესიაც. თუმცა არსებობს ის ვარიანტიც, რომ ძალიან დიდი მობილიზება შემოხდეს, თუ ცხოვრება წყალში გადააგდო და ამოცუროს იქიდან. ესეც არ ვიცით. ყოველ შემთხვევაში ეს რომ დეპრესია არის დაყოვნების რეჟიმი და ენერგიის ნაკლებობის და დეფიციტის გამო ვერ დგება ადამიანი, ეს მეცნიერული ფაქტია. ამიტომაც უბრალოდ ღირს რომ მივიღოთ ის, რაც მეცნიერებამ გვასწავლა და არ ვიყოთ განსჯითები ესეთი ადამიანების მიმართ. ხო.
აი ეს მინდოდა მეთქვა და აქედან ახლა ამ ლაივიდან ალბათ ძალიან ადვილია დავასკვნათ, რატო არის ეპიდემია 21 საუკუნეში, თუ გინდაც პანდემია დეპრესიის, იმიტომ რომ პირველი სოციქსელების თუ ქალაქის მოწყობის თუ სკოლის თუ რისაც გინდა იმდენია რომ ჩამოთვლაც კი ჭირს. ამ ყველაფრის გამო ფოკუსი საერთოდ ჩახსნილია ადამიანის ცხოვრებიდან გაფანტულია ეს ესე არის რა, სტიმულირებულია ყველა მხრიდან და ფოკუსი აღარ არის. ეს პირველი, გაზიარება გულწრფელი საერთოდ თითქმის აღარ გვხდება, თუ არ მოინდომე, როგორც კოლუმბმა მოინდომა, რომ ამერიკა ეპოვა და მოსმენის უნარზე საერთოდ არაფერს აღარ ვიტყვი. სხვა ქვეყნებში როგორია არ ვიცი, მაგრამ საქართველოში ერთად ლაპარაკობენ ხოლმე პარალელურად ხალხი, ძალიან ბევრჯერ მინახავს ეს ფენომენი, საინტერესო დასაკვირვებელია. სხვათა შორის ესმით ხოლმე, იმიტომ რომ უკვე მიჩვეულია. მაგრამ თან ლაპარაკობ, თან მესმის და 1-10 კაცი ერთად ყველა ლაპარაკობს. ძალიან საინტერესო ამბავია ეს. მაგრამ აქ მოსმენა არ არის. ასევე არ არის მოსმენა იქ, როცა მარტო უსმენ, არ არის მოსმენა იქ, როდესაც უბრალოდ თავს აქნევ და მესმისო ამბობ და ამ დროს შეიძლება არაფერი არ გესმის. მოსმენა იქ უფროა, როცა ადამიანი გეტყვის, რომ აი ვეცადე, მაგრამ ვერ გავიგე. ეს უთქვიათ? აბა დააკვირდით, რამდენ ადამიანს უთქვია გაზიარების დროს ეს. ძალიან ცოტას დარწმუნებული ვარ. კარგით, მოკლედ დღეს ეს იყო ეს სამი ბუნებრივი ანტიდეპრესანტი, ფოკუსირება, გაზიარება და მოსმენა. და ოქტომბერში განახლდება ევრიվეის შეკრებები. მანამდე 28 სექტემბერს იქნება კინოფსიქოლოგია გლდანში. არაჩვეულებრივი სივრცე არის პიცა და იქ იქნება პროექტორით უყურებთ ფილმს და მერე გვექნება საინტერესო განხილვებიც და როლური თამაშები ამ ფილმის საინტერესო სცენების. ასე რომ გელოდებით. და მანდ ვისაც უნდა რომ მოვიდეს, პირადში მომწერეთ და დაგაკვალიანებთ. აბა დროებით. ლამაზი დღე.